კიდევ ერთხელ მოგესალმებით, როგორც უკვე გითხარით, რაგბიზე ვსაუბრობთ დღეს და ბათუმის სარაგბო კლუბის წარმატებაზე მოგესალმებით 2 კვირის წინ სარაგბო კლუბმა ბათუმმა უკვე მეხუთედ იზეიმა საქართველოს ჩემპიონობა, დიდი 10-ის ფინალი ქუთაისში გაიმართა, ჩვენ ვნახეთ ამ დღესთან დაკავშირებით არაერთი რეპორტაჟი ჩვენ გადაცემებში, სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში, მათ შორის ჩვენს ეთერშიც იყო გასული ეს რეპორტაჟი, ვიზეიმეთ ერთად ეს დიდი გამარჯვება მართლაც, რომელიც მოპოვებული იქნა ბათუმის სარაგბო კლუბის მიერ და დღეს უკვე როცა ემოციები დაცხრა, ვისაუბრებთ კლუბის წარმომადგენლებთან ერთად, თუ რა ხდება, როგორი იქნება კლუბის მომავალი, რაზე იქნება გაკეთებული აქცენტები უკვე მომავალ სეზონში და რა ხდება, როცა უკვე გადავიდა ეს საზეიმო ვითარება, თემოხასია ბათუმის სარაგბო კლუბის დირექტორის მოადგილე და გუნდის მწვრთნელი დავით გუგუშვილი არიან ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, მეგობრებო. მადლობა სტუმრობისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და კიდე ერთი მოსალოცი ამბავიც გაქვთ. ირაკლი ნიძის დაბადების დღეს არის დღეს თქვენი ერთ-ერთი მწვრთნელის, მთავარი მწვრთნელის და უერთებით, რა თქმა უნდა, მის მიმართაც აქედან ვაგზავნით მილოცებს. მოდი, გავიხსენოთ დღე, როცა ბათუმის სარაგბო კლუბი ძალიან მაგარ მატჩი გახდა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ, იყო ემოციური თამაში, იყო ძალიან დრამატული თამაში, თავისი განვითარებით, თავისი მუხტით, ენერგიით. კაცნაკულმა გუნდმა მოახერხა საბოლოო ჯამში ბათუმმა ამ თასის ჩამოტანა, დაბრუნება ჩვენს ქალაქში. გარკვეული პაუზის შემდეგ, მადლობა რომ სტუდიაშიც წარმოგვიდგინეთ ეს მონაგარი თქვენი და მოდი გავიხსენოთ დათო პირველ რიგში შენგან დავიწყებ ეს დღე, რამდენად თქვათ ემოციური იყო შენთვის ეს ფინალი. და რა გამოარჩევს მას სხვა ფინალებისგან? მადლობა მოწვევისთვის, პირველ რიგში ვისარგებლებ მომენტი და მიულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულს. დიდ მადლობას მოგიხდით ირაკლის სახელით, ვებულობთ ამ მოლოცვას დაბადების დღესთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულად ფინალის დღეს, რავი, ყველანი ძალიან ისე ვიყავით ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, მენტალურად დარწმუნებულები იმაში, რომ ქუთაისში მივდიოდით რევანშისთვის და ის თამაში ჩვენი უნდა ყოფილიყო ყველა მიზეზ გარეშე და ბიჭებმა ეს შეძლეს, თავი დადეს, ყველა ჩართული იყო იმისთვის, რომ ეს ფინალი მოგვეგო დირექცია, ადმინისტრაცია, ქალაქის მუნიციპალიტეტი, ყველა ხელს გვიწოვდა, რომ მაქსიმალურად ის რაც გქონდა დაგეგმილი, რაზეც მთელი წელი შრომობდით, რაც გაცხადებული იყო, რომ მაგაში ხელი არ შეგშლოდა. ბიჭები ძალიან მოტივირებულები იყვნენ ამ ყველაფერში და ყველას მინდა მადლობა გადაუხადო. უშუალოდ ფინალის დღეს რაც გამოარჩევს, ესეთ ფინალი ჩვენ წაგებული გვაქვს. 2 წლის წინ რუსთავის ხარებთან წავაგეთ, როცა 14-3 ვიგებდით თამაშს და სადღაც მე-5 წუთზე კაცი გაუგდეს რუსთავს და უკვე გვეგონა რომ ჩემპიონობა განაღდებული იყო და ჩვენ დაგვჭებოდა სამწუხაროდ ის ფინალი დავთმეთ და ვფიქრობ იგივე დაემართა ქუთაისის აიასაც, რომ წითლით მე-10 წუთზე გაგდებული კაცის უპირატესობა ვერ გამოიყენეს, მხოლოდ ერთ ლელოში გარდასახეს და თუმცა აქ ბათუმის გუნდის საკებოდაც უნდა ითქვას, რომ დაცვა ითამაშა საოცარი. ხო, რა თქმა უნდა რა, 14 კაცმა გაინაწილა, 15 კაცი სათამაშო და რავი, იმდენად აღტკინებულები იყვნენ და იმდენად თავდაჯერებულები იყვნენ ბიჭები, რომ იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, რისთვის აკეთებდნენ და რატომ აკეთებდნენ და ზუსტად რატომ აგერდევს დღეს ჩვენ სტუდიაში. ბატონო, თემო შენთან გადმოვალ შემდეგი კითხვით, თქვათ, სეზონი რო შევაჯამოთ სრულად საბოლოო ჯამში, თითქოს არის მიიჩნეოდა ბათუმი ფავორიტად, არ ვთქვათ სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, თან საწყისი ტურები არ იყო თქვათ იმდენად წარმატებული, რამდენიმე მარცხიც დაემთხვა ამას და ქუთაისის აია იყო ფავორიტი როგორც ფინალში, მანამდეც თქვათ დიდი 10-ის განმფელი მიმდინარეობის განმავლობაში, საბოლოო ჯამში ეს რაღაცა ჭრილოვანი ფავორიტობა გახდა საწინდარი იმის, რომ გუნდი დღეს ჩემპიონია. მთელი სეზონი რო შეაჯამო გუნდის, როგორც ვთქვათ, ადმინისტრაციის წევრმა ამ შემთხვევაში. კეთილი, პირველ ყოვლისა მეც მადლობას გიხდით მოწვევისთვის და ბუნებრივია თქვენს ტელემოყურებლებს ულოცავ 26 მაისს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მე მჯერა, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენ კიდევ მრავალ გზის შევინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას და კიდევ უფრო გავამტკიცებთ. აგრეთვე უერთდები მილოცვას ჩვენი მთავარი მწვრთნელის ირაკლი ნიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით. რაც შეეხება გასულ სეზონს, ძალიან მნიშვნელოვანი სეზონი ჩავატარეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოც
მეხუთედ გავხდით საქართველოს ჩემპიონები ჩვენი ისტორიის განმავლობაში. ძალიან დაძაბული სეზონი აღმოჩნდა ჩვენთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კლუბმა ბოლომდე ის ხარჯზე მოახერხა საბოლოო ჯამში რა გუშინ საუბრობ თავმჯდომარეთან ძალიან საინტერესო მიგნებას ესე ვთქვათ აღმოჩინე ძალიან საინტერესო მიგნება რომ მის სტრატეგიის ნაწილი იყო ეგეთი არსებობს კლუბების ნაწილი იგივე დიდათში ქვეყნის უმაღლეს სარაგბო ჩემპიონატში როცა თავდაპირველად მაქსიმალური ძალებით ცდილობენ რომ გარკვეული კლუბები დააგროვონ რეიტინგში ჩვენი სტრატეგია არის განსხვავებული თავიდან კლუბი ემზადება შეთამაშების პროცესშია და ბოლოს უკვე გაძლიერებული ძალებით მიდის აი ამ შედეგამდე რა შედეგზეც მივედით ეს საკმაოდ ძალიან წარმატებული სტრატეგია თავიდან იყო მომენტები იღბალის მომენტებიც იყო მათ შორის იმიტომ ძალიან მიზერული ქულებით დაუთმეთ რამოდენიმე შეხვედრა თუმცა ჩვენ აი ბოლო მატჩებში უკვე მთელი 6 და 7 თამაშიანი წაუგებელი სერიები ვაჩვენეთ და ეს იყო ბუნებრივია გუნდის ერთობის მთავარი მწვრთნელების და საერთო სამწვრთნელო შტაბის ესე ვთქვათ ძალიან კარგი მობილიზებისა და მაღალი კვალიფიცირების ნიშანი. დავით, ეთანხმები თუ არა მოსაზრებას, რომ ვთქვათ რაღაცა თავიდან დასაწყისი მძიმე, მაგრამ თავარია როგორ შეხვდები შენს სწორედ ამ პლეიოფებში, ჩვენ არაერთხელ გვაქვს ალაპარაკები ამ თემაზე სამ სტუდიაში მათ შორის, თავარი საბოლოო ჯამში არის. რა თქმა უნდა, თან მიუხედავად იმისა, რომ როტაცია გვაქვს სეზონის დასაწყისში ყოველთვის და ის მოსამზადებელ პერიოდს ისე ზუსტად ვერ ვეტევით, ვერ გეგმავთ, მარტო ჩვენზე არაა დამოკიდებული მოწინააღმდეგე გუნდებიც მოსაზრებნია, ვინც იმ პერიოდში დაემთხვა შენთან თამაში და ასე შემდეგ. თან ეს ახალგაზრდა ბიჭები, ვინც ამოყვანილი გვყავდა, ის ახალწვეულები, ვინც იყვნენ კლუბში მოსულები, ვცდილობდით იმ პოზიციებზე მოგვესინჯა, სადაც ქონდა პრობლემები, გარკვეული პრობლემები, იყო სიტუაციები, სადაც ერთ პოზიციაზე 2 და 3 მოთამაშე უყავს და სამწუხაროდ გვიწევდა იქაც კიდე სხვა მოთამაშის გადაყვანა და სხვა მოთამაშეს უნდა დაიფარა ეგ პოზიცია ამ როტაციის ძიებაში ვიყავით მთელი პირველი წრე დაახლოებით სადღაც ოქტომბრის თვიდან უკვე სექტემბერი ოქტომბრის შუაში ეს თემა გადავლილი იყო მოდი დავარქმევ პირველ ეტაპს და მეორე ეტაპი რო დავიწყეთ უკვე მარათონში უკვე კარგად დავბრუნდით სადაც უკვე მესამე ადგილზე დავასრულეთ პირველი წრე და მეორე წრეში უკვე მაგრად მოუმატეთ და ის პრობლემები რაც იყო თითქმის აღმოიფრა, ტრავმები იყო, რამოდენიმე მოთამაშე მთელი სეზონი გამოგვაგდა ლიდერები ვიზეც გათვლას ვაკეთებდი და გვეგონა რომ დაგვეხმარებოდნენ, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მათი დაბრუნება. რავი, ასე თუ ისე ის ბირთვი ვინც იყო ის 25 კაციანი ბირთვი პლუს სალსალკე სადაც მოთამაშეები გვემატებოდნენ ეს ახალწვეულები ჩვენი აღზრდილები ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები პლუს ისინიც გვივსებდნენ ამ გაჭირვების პერიოდში ამ პოზიციებს ყველას თავის გამოჩენა უნდა და საკუთარი ქალაქისთვის საკუთარი კლუბისთვის იბრძოდა და ვფიქრობ ყველა ვისაც აი თუნდაც ერთი წუთი აქვს გატარებული მოედანზე და თუნდაც არ უთამაშე და მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო ჩართული ამ სავარჯიშო პროცესში არანაკლები დამსახურება აქვს მაგათ ამ თასის მოპოვებაში ვინმე იმ 23 კაცს რომელმაც ყველაფერი გაიღო იმ ერთი კონკრეტული თამაშისთვის ჩვენ რა წლების განმავლობაში ვაშუქებთ ბათუმის სარაგბო კლუბის და ზოგადად თქვათ რეგიონის რაგბის სინამდვილეს დადგა ის დრო რომელსაც რაღაცა ველოდებოდით დიდი ხნის განმავლობაში მოსავლის აღების პერიოდი განსაკუთრებულად აი როცა თქვათ ალიგის უნდა მოიტანა უკვე შედეგი და შეიძლება ამ მოთამაშეებზე რაღაცა გათვლა გააკეთო დაეყრდნო მათ როგორც შენ აღნიშნე გარკვეულწილად შეავსეს მათ ეს მკვნეული პოზიციები თქვათ თუ გაგრძელდება ეს რასაკვირველი დინარეობა და თქვათ თუ ველოდებით უფრო მეტ ადგილობრივ მოთამაშეს აი ზუსტად ჩავამატებ აი ზუსტად მაგის დამსახურებაა მაგ ბიჭების დამსახურებაა რომ ჩვენმა დუბლ შემადგენლობამ ეს პორტალიგას რო უძახიან წელს ფინალი ითამაშა ამ ბიჭების ხრებზე გადაიარა როგორც დიდაჩი ისევე ეს პორტალიგაში კარგმა გამოსვლამ და მინდა მათ მწვრთნელებს მიულოცო და დიდი მადლობა გადაუხადო ყველას. კი ბატონო. კეთილი, მოკლედ ვიზიარებ ბუნებრივია დავითის პოზიციას, საკმაოდ წარმატებული იყო ასაკობრივ ჯგუფებში ჩვენი მორაგბეების ასპარეზობა, ფინალის არაერთ გზის ფინალური საგზური მოიპოვეს, ბუნებრივია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ცალსახად მწვრთნელების ძალიან დიდი ღვაწლის შედეგი.
რაც შეეხება სამომავლოდ და უფრო მეტიც ახლა ბატონო დავითმა უკეთ იცის ადგილობრივი მორაგბეები ჩვენს უმაღლეს გუნდში დაახლოებით განცხადში მათ შორის საჩემპიონო განცხადში თორცვებით 11 ადგილობრივი ჩვენი სკოლის მიერ აღზრდილი მორაგბეები იყვნენ, რაც ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია. და მათი მიღებული გამოცდილება წლების განმავლობაში გამოადგება რა თქმა უნდა. ბატონო საკმაოდ წარმატებულად და კარგად იასპარეზენ. ხო, თან გავითვალისწინოთ, რომ რაღაცა მე მქონდა საუბარი თამაშის შემდეგ რამდენიმე სპეციალისტთან, თქვენი კლუბის წარმომადგენელთა მათ შორის და უკვე თქვათ ნაკრებების კარები იღება, ასაკობრივი ნაკრებების კარები მათ შორის. დაახლოებით ესე ბოლო 4 წელია, რომ ჩვენი აღზრდილები ამ გაფართოებულ შემადგენლობაში სულ სიმზე, სულ ძალიან მრავლად ახლოს ტრიალებენ ყოველთვის. ახლოს ტრიალებენ და რამოდენიმე მე ჩვეულებრივადაც კი ბატონო, ეს კარგი ამბავია, ჩემპიონობა ყოველთვის სხვა სპორტების სახეობებში ქვეყნის ჩემპიონობა ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შენ გეხსნება კარი ევროპაში. განსაკუთრებით არის თუ შეიძლება ფეხბურთზე ამ შემთხვევაში, ან სხვა სპორტის სახეობებზე ნებისმიერზე, რომ შენ მიდიხარ ევროპაში და იქ უკვე ეთამაშები ჩემპიონთა დარად დგები იქ გვერდზე. თქვენ შემთხვევაში რა ხდება და თუ არის საუბარი, რაღაცა სტუდიის გარეთ ქონდა ჩვენ გასაუბრება მცირე, მაგრამ ვერ მოვასწრეთ დიდად გარკვევა საკითხში, თუ შეიძლება რომ ბათუმის გუნდმა რომელიმე ევროპული ტურნირის კარი შეაღოს წელს. კეთილი, თქვენ მოგეხსენებათ გასულ წლებში ჩვენ არაერთ ტურნირზე ვითამაშეთ, საერთაშორისო ტურნირზე, მათ შორის იყო კონტინენტის ფარი. დიახ. მათ შორის იყო კონტინენტის ფარი, სადაც ძალიან წარმატებულ გუნდებს ვეთამაშეთ, როგორც საშინაო თამაშები, ასევე ქონდა გასვლით თამაშები. ბუნებრივია ამ ტურნირებმა, საერთაშორისო ტურნირებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შეგვწინა. სკოლელი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ მიმართულებითაც საკმაოდ მჭიდროდ მუშაობთ, როგორც კავშირთან, ასევე ჩვენ უშუალოდ მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალური გუნდი ვართ. მთელი ის ფინანსური რესურსი იქნება თუ მატერიალური, თავიდან ბოლომდე 100% შემიძლია გითხრათ, რომ ბათუმის მირის დამსახურება და მე არ შემიძლია გადაცემა ისე დავასწრო, რომ მადლობა არ უთხრა მათ. იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ეს ვთქვათ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მორაგბეების და სპორტის, არამედ მომავალი თაობის წინაშე, როცა ქალაქის მერია და ქალაქის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით საკმაოდ მჭიდროდ და ეფექტურად ზრუნავს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ. ქალაქის მერია, როგორც ვიცი, ჰქონდათ გარკვეული პირადი შეხვედრაც, გუნდს ახალ ვთქვათ მერის მოვალეობასთან და რა იყო თუ შეიძლება ამის კი, ზედაპირულად ეს ხო გაცნობით ხასიათის შეხვედრა ბუნებრივია, თუმცა პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ყოფილ მერებს ამ შემთხვევაში, რომლებიც აგრეთვე აქტიურად იყვნენ ჩვენთან ურთიერთობით დაკავებულები და რასაკვირველია მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი სიხარულით, იმდენად კმაყოფილი და ესე ვთქვათ პოზიტიური შეხვედრები შედგა ჩვენსა და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ ბატონ გიორგი მურვანიძის შორის. საკმაოდ დადებითი პიროვნება, ძალიან დიდი სურვილი აქვს მას სპორტთან ურთიერთობის, ეს იგრძნობოდა პირველივე დღიდან, უკვე დაახლოებით 3-ჯერ ამ მოკლე ვადაში მოვახერხეთ აუდიენცია, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაც შევძელით, შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იქნება, კიდევ უფრო მჭიდრო იქნება ჩვენი ურთიერთობა და ეს რა თქმა უნდა პირველ ყოვლისა აისახება ჩვენი სარაგბო კლუბის ძირითად გუნდზეც და რა თქმა უნდა აუცილებლად აისახება ასაკობრივ გუნდებს. რომ დაუბრუნდეთ იმ საკითხს საერთაშორისო ტურნირებს შეეხება, დიახ, ამ ეტაპზე გარკვეული ხო მაყურებელს რო აუხსნათ, თქვათ შემდეგ იყო ფრანჩაიზის შექმნა საბოლოო სახით, სადაც თქვა წავიდნენ ბათუმის მოთამაშეებიც მათ შორის და იყო ბათუმის მონაწილეობას, მაგრამ ნუ ახლა მოთამაშეების გარეშე რთული იყო იქ უკვე გადაწყობა და რამე შედეგზე საუბარი. კალენდარის პრობლემა. ხო, კალენდარის პრობლემაც კი ბატონო. ეხლა ამ შემთხვევაში როცა რაც შეეხება საერთაშორისო ტურნირებს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ჩვენ არაერთგზის მივიღეთ მოწვევა სხვა საერთაშორისო ტურნირისგან, მათ აქვს გარკვეული შემოთავაზებები, გარკვეული პირობები, რიგ შემთხვევაში ჩვენ ამ პირობებს ვაკმაყოფილებთ, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამ ეტაპზე არის აქტიური სამუშაო გარემო ამ მიმართულებით. არ შემიძლია გითხრათ კონკრეტულად სად რომელ ტურნირზე ვიასპარეზებთ, თუმცა სარაგბო კლუბი ბათუმის გეგმები არის ძალიან ამბიციური, ბუნებრივია ჩემპიონი გუნდი ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს. ჩვენ კიდევ უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს, რომ თქვენ მოგეხსენებათ, ეს არის გარდამავალი თასი, თუმცა სამგზის ჩემპიონობის შემთხვევაში ის რჩება იმ ქალაქში, რომელიც მოიპოვეს და ჩვენ გვაქვს ამის ამბიცია. შეიძლება დარჩეს. გვაქვს ამის ამბიცია და დიდი იმედი გვაქვს, რომ დარჩება შესაბამისად. ვცდილობთ, რომ ადგილობრივ ტურნირზეც საკმაოდ წარმატებით ვიასპარეზოთ და ბუნებრივია საერთაშორისო ტურნირებიც არის ჩვენი ინტერესის სფერო. ჩვენ ყველა სეგმენტ შევეხეთ თითქმის, მაგრამ არ გვიხსენებია თქვა ლეგიონერები, რომლებიც ასევე არიან თქვენი კლუბის ნაწილი და მე ვფიქრობ, რომ ფინალის
მოგებებში მათაც დიდი წვლილი მიუძღვით ასევე დიდი სამუშაო გასწიეს თუ შეგიძლია გითხრათ თქვათ ლეგიონერების მიმართულებით თუ გაგრძელდება მუშაობა და თუ ვიხილავთ ლეგიონერებს კიდევ მომავალ სეზონში. რა თქმა უნდა, ხდება რა, ახლა მოგეხსენებათ შავი ლომის შექმნის შემდეგ გარკვეულ პოზიციებზე საქართველოშიც პრობლემები შეიქმნა, სიღრმეების პრობლემა ჰქონდა, არ ყავდათ და ისეთი მოთამაშეები, ვინც მაგალითად ჩვენს გეუბნებას აკმაყოფილებდა და კრიტერიუმს ჩაждდებოდა და გვინდოდა რომ მოგვეყვანა მოთამაშეები, თან ეს უცხოელები როცა ჩამოყავს და ლეგიონერები როცა მოდიან, იმათ რაღაც სიახლე შემოაქვთ ყოველთვის და ვიმუშავეთ მაგ მიმართულებით, წლევანდელმა ნაკადმა ძალიან გაამართლა. დიდი მადლობა მინდა მათ გადაუხადო, ამ 4 მოთამაშისგან ვინც ყავდა ჩამოყვანილი მინიმუმ 2-ს ისევ ვესაუბრებით და გვინდა რომ ისევ გავაგზავნოთ მათთან თანამშრომლობა და მომავალ სეზონიდან ისევ ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ. ერთი ოჯახური პირობების გამო საერთოდ სხვა ქვეყანაში გადავიდა საცხოვრებლად და ერთი მეოთხე ვინც ყავდა მეორე წრეში ვინც დავიმატეთ, იმას სავარაუდოდ გადავხედავთ ახლა ამ სატრანსფერო ბაზარზე როგორ ვიაქტიურებ ჩიდა ბაზარზე და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილება მეოთხე გასწრა. ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად, დიდი 10-ის ფინალის შემთხვევაში ეს იყო გულშემატკივარი, ბათუმიდან ჩასული გულშემატკივარი იყო ეს ფან-კლუბის და ისე ჩვეულებრივი გულშემატკივარიც, რომლებმაც ასევე შეიტანეს აქტიური მხარდაჭერა როლი ითამაშეს. თქვენ მათ პირადად გადაუხადეთ მადლობა შემდეგ ბათუმის საფეხბურთო მოედანზე. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვათ გულშემატკივართან კომუნიკაციის მიმართულებით ის რომ თქვათ ბათუმის სარაგბო არენაზე უფრო მეტად იარო და თქვათ საშინაო შეხვედრებზე უფრო მეტი მხარდაჭერა კონდეს გუნდს, რა გეგმები გქონდათ? ეს პირველ ყოვლისა მე კიდევ ერთხელ ვისარგებლებ შემთხვევით ამ გადაცემის ეთერით და დინამო ბათუმის გულშემატკივრებს განსაკუთრებით გადავხდი მადლობას, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ურთიერთობის, ეს ვთქვათ, პირველი ნაბიჯები, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით ფინალურ ეტაპზე, როცა ვასპარეზობდით და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა. სპორტის ყველა სახეობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს გულშემატკივრებს. მათ შორის რაგბში, სადაც გუნდური სპორტია, ბუნებრივია და ყველა სტადიონს, სადაც ჩვენ ვასპარეზობთ, თან ახლავს ტრიბუნები. ყველაზე ემოციური სპორტი შეიძლება და რასაკვირველია და მუხტი. ტრიბუნებიდან მნიშვნელოვანი. ამდენად ვიზიარებ თქვენ სულისკვეთებას, რა თქმა უნდა უმუშაობთ გულშემატკივრების მიმართულებით. თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი არსებული ბაზა, სადაც სარაგბო კლუბი ბათუმი ვარჯიშობს, უახლოეს მომავალში გაიშვება სარეაბილიტაციოდ, განახლდება აბსოლუტურად ინფრასტრუქტურა, ესეც ბუნებრივია აჭარის მთავრობისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მოხდება, შესაბამისად ახალ ინფრასტრუქტურაში უმასპინძლებთ უკვე განახლებული ძალებით ჩვენს კომაგებს და ჩვენს მაქსიმალურ რესურსს დავხარჯავთ იმისათვის, რომ მაქსიმალური ინფორმირებულობა მოხდეს ჩვენი თანაქალაქელების საშინაო მატჩების დროს და არა მხოლოდ საშინაო, როდესაც ჩვენ გვექნება გასვლითი შეხვედრები, უზრუნველყოფთ მხარდამჭერების და კომაგების, ვთქვათ, ტრანსპორტირებას. შენ როცა ახსენე ხა რომ ვთქვათ ეს ინფრასტრუქტურა უფრო მოწესრიგდება და უფრო ვთქვათ სასიამოვნო გარემო შეიქმნება, შეიძლება რა თქმა უნდა უფრო მეტად მოვიდეს და ამას პლუს დამატებული ვთქვათ ჩვენ ბევრი ყოფილ ვართ სხვადასხვა მატჩებზე, მათ შორის შენც ევროპაში და გარდა ითამაშისა, თამაშ რაც ახლავს შემდეგ მანამდე და იგივე მესამე ტაიმის პროცესი გულისხმობს. იგივე მესამე ტაიმის პროცესი იქნება გულშემატკივრების რაღაც ლუდი იქნება თუ სხვა რაღაცა. მესმის აბსოლუტურად ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან სწორი დამოკიდებულება გაქვს. მიხარია რომ ეგ გაჟღერდა ჩვენ მორაგბეებთანაც გვაქვს მეგობრული კომუნიკაცია, რასაკვირველია და ბევრ მათგანს აქვს საერთაშორისო გამოცდილება იგივე ნაწილი საფრანგეთში აქვს ნათამაშები და ბევრ საერთაშორისო ტურნირში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც ზუსტად ეგ გარემოა, რაც ახლა თქვენ იგულისხმობთ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ და გიდასტურებთ რომ ნამდვილად კაპიტალურად მუშაობთ ამ მიმართულებით, ეგ არის ჩვენი ამოცანა. ახალი სეზონიდან მაყურებელი არ უნდა მოვიდეს მხოლოდ ტრიბუნაზე და არ უნდა დაბრუნდეს ტრიბუნიდან სახლში. იქ უნდა გაგრძელდეს ეს სარაგბო პროცესი და მორაგბეებსა და მაყურებლებს შორის კიდევ უფრო მეტი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს. ეს იქნება ემოციურად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. შევხედავთ ამ ყველაფერს ჩვენს. დიდი მადლობა.
ჩვენთან სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ რომ ეს თასი კიდევ 3 წლით დარჩენილ იყოს ბათუმში და შემდეგ საერთოდ დაედოს ბინა ჩვენს ქალაქში, თქვენს საკლუბო მუზეუმში. ეს ვუთი გვინდა საჩუქრად გადმოგცეთ თქვენ პერსონალურად. საჩუქარსაც, მადლობა კიდევ ერთხელ რომ იყავით ჩვენთან ერთად, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და მევშლობთ მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. მევშლობებით ჩვენს მაყურებელსაც, თქვენ უნდა დარჩეთ ჩვენს არხზე, გალა კონცერტი დაიწყება, რომელიც რა თქმა უნდა ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნახვამდის.